მსჯელობას გავაგრძელებთ შალვა ლომიძესთან, თადარიგის გენერალ-მაიორი, საქართველოს დაზვერვის სამსახურის ყოფილი უფროსი, ანალიტიკური ცენტრის GeoCases მრჩეველია ჩვენი გადაცემის სტუმარი. მოგესალმებით, მადლობა რომ ხართ ჩვენთან ერთად და მინდა შემოგთავაზოთ პირველ რიგში გამოეხმაუროთ საზოგადოების მოქალაქეების პოზიციას. მე შეგნებულად სწორედ სუსის მიმდებარედ ჩავწერე და საინტერესო სურათი დავინახე მე პირადად, იმიტომ რომ ზოგადად არ ვფილტრავთ ხოლმე არც ერთ ინტერვიუს, ყოველას ვისაც ვწერთ მისი პოზიცია გადის, ერთადერთი ადამიანი უნდა და მთხოვა რომ იქნება არ გაუშვა ინტერვიუ, ის დადებითად აფასებდა სხვათა შორის სუსის საქმიანობას. ნაწილმა არ იცის რა საქმიანობს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, ან ერიდება ამაზე კამერასთან საუბარს და აი ვინც საქმის კურსშია, იმან ახსენა ესეთი სიტყვები როგორც არის უნდობლობა, რომ ებრძვის თავისუფლებას, რომ ხალხთან არანაირ კავშირში არ არის და თუ ერთი ოჯახის და მისი გარემოცვის ინტერესებით არ მოქმედებ ადამიანი, პირიქით ხარ საფრთხის ქვეშ. აი როგორ შეაფასებთ ამ ძირითად განწყობებს? გამოკითხვა კიდევ ერთხელ საღამოშვიდობისა, გამოკითხვა გვიჩვენებს, რომ საზოგადოების რაღაცა ნაწილი, მართალია მასშტაბი ძალიან მცირე იყო, მაგრამ რაღაცა ნაწილი აშკარად ვერ ხვდება, რას აკეთებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, იგი არ ფლობს ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საქმიანობის შესახებ და გარკვეულ ნაწილს პირიქით აქვს შიშები, რომ ეს სამსახური არ ემსახურება მისი უსაფრთხოების დაცვას. არსებობს პროცენტულად ამ შემთხვევაში ვფიქრობ ალბათ 10% იყო საზოგადოებისა, რომელმაც თქვა, რომ იგი თავს დაცულად გრძნობს, მეზობლად ცხოვრობენ და ყველაფერი კარგად არის. ზოგადად აქ ამ სიტუაციაში ახალი მოსაფიქრებელი არაფერი არ არის, აქ არსებობს მარტივი გამოსავალი, ეს არის დასავლურ ცივილურ სამყაროში დამკვიდრებული პრაქტიკა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მსგავსი ორგანიზაციები მაქსიმალურად გახსნილები უნდა იყვნენ საზოგადოებასთან, მათი ანგარიშგების მაჩვენებელი საზოგადოებასთან ურთიერთობის ნაწილში უნდა იყოს დასაშვებ ფარგლებში მაქსიმალურად მეტი, მათ უნდა ჰქონდეთ აქტიური კომუნიკაცია იმ საექსპერტო საზოგადოებასთან, ქვეყნის შიგნით არსებულ საექსპერტო საზოგადოებასთან, რომელიც თავდაცვის უსაფრთხოების სპეცსამსახურების საქმიანობით არიან დაინტერესებული. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე საკვანძო გამტარი არხი საზოგადოებასთან სწორი, ეფექტიანი ინფორმატიული თანამშრომლობისათვის. შესაბამისად, ასეთი პოლიტიკის არჩევის შემთხვევაში მეერწმუნდით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მოკლე ვადებში შეძლებს დაარწმუნოს საზოგადოება პირველ რიგში იმაში თუ რას აკეთებს, რამდენად ეფექტიანად ხსნის იმ წვეთს იმ ამოცანებს, რომელთა გადაწყვეტაშიც არის ჩართული და შესაბამისად ის პროფილი, რომელიც კონკრეტულად დღეის მდგომარეობით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს გააჩნია, საქართველოს სუსის სამსახურს, მას აძლევს ამის შესაძლებლობას, რომ მთელ რიგ საკითხებზე, ეს იქნება ტერორიზმი, კონცდაზვერო საქმიანობა, სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული სხვა ძიმე დანაშაულებები მოახდინოს სახელმწიფოს ინფორმირება. ძალიან ამოცანა ახსენეთ და მართლა გულწრფელად მაინტერესებს დღეს რა ამოცანა აქვს დასახული სუს, მათ შორის იმ გაძლიერებული რესურსით, რომელიც უკვე ფორმალურადაც დაზვერვის სამსახურს გულისხმობ 1 ივლისიდან გადადის სუსის დაქვემდებარებაში. აი რა საჩვენებს ფაქტები? ბოლო წლების განმავლობაში დაუსრულებლად გვესმის გადატრიალებებთან დაკავშირებული გამოძიებები და ასე შემდეგ, ხო? აი ფაქტები რა საჩვენებს, რა ამოცანა აქვს დასახული ამ სამსახურს? გადატრიალებებთან დაკავშირებით გამოძიების საკითხი შევეხებით, სანამ არ დაიდება კონკრეტული ფაქტი, რომ ზოგადად კონკრეტული პირი, კონკრეტული პირთა ჯგუფი ან რაღაცა ორგანიზაცია რაღაცა ტიპის გადატრიალებას გეგმავდა და მიეცა პასუხისგებაში, დანარჩენი ეს არის ასე ვთქვათ ჩვეულებრივი საინფორმაციო კამპანიის ნაწილი. რაც შეეხება რა ამოცანების გადაწყვეტას ახორციელებდა სუსი დღეს და დაზვერვა მიერთებული რა ტიპის ამოცანებს გადაწყვეტავს. ეს არის ბრძოლა ტერორიზმის წინააღმდეგ, ეს არის ბრძოლა უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების საქართველოში საქმიანობასთან დაკავშირებით, ეს არის სხვა ტიპის მძიმე დანაშაულებების წინააღმდეგ ინფორმაციის შეგროვა, რომელიც აზიანებს ქვეყნის ეროვნულ უსაფრთხოებას, ეს არის საერთაშორისო ნარკოტრაფიკი, არალეგალური მიგრაცია, ასევე ძალიან ბევრი კიბერდანაშაულებები და ასე შემდეგ, ძალიან დიდი სპექტრი. ეს ფორმალურად. ეს ფორმალურად, დიახ. პლუს დაზვერვის სამსახური, როცა შეუერთდება და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, ამ შემთხვევაში თუ იგივე ამოცანები დარჩა დაზვერვის სამსახურს, რაც გააჩნდა პირობითად დღეს ან 6 თვის წინ, მაშინ იქნება პლუს ერთი ამოცანა ინფორმაციის შეგროვება რა ტიპის საფრთხეები და გამოწვევები მომდინარეობს უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების მხრიდან, ან უცხო ქვეყნის ფიზიკური თუ იურიდიული პირების მხრიდან, რომელმაც შესაძლოა დააზიანოს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობასთან დაკავშირებული რიგი საკითხები, ხელი შეუშალოს არაღიარების პოლიტიკის განვითარება, საერთაშორისო ტერორიზმთან დაკავშირებული მთელი რიგი გამოწვევები და ასე შემდეგ. ძალიან დიდია სპექტრი იმ საკითხებისა, რომელთა გადაწყვეტაც არის
დღეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ფუნქციაში. რას აკეთებს რეალურად? რას აკეთებს რეალურად? ამ ნაწილზე გადავიდეთ და მიხედვით თუ მისჯელებთ ხალხმა არ იცის რას აკეთებს თუ ასე ვთქვათ პროფესიულ წრეებში არსებულ მოსაზრებას გავითვალისწინებთ. ერთ ბოლო მაგალითი იყო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანგარიში, რომელმაც მან წარადგინა საზოგადოებისთვის. იქ გამოკვეთილი იყო რიგი ძალიან საინტერესო ახალი ხედვები და მოსაზრებები, თუ სად ხედავს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, სად დაინახა უпроსტოდ 20-24 წელს რაღაცა ტიპის საფრთხები და გამოწვევები. მათ შორის დასავლეთი როგორ არის ახლა? ძალიან საკმაოდ ასე ვთქვათ საინტერესო ჭყალებში იყო მინიშნება დასავლეთის ქვეყნებზე. ნახოთ რა ტიპის მოქმედებები იქნება 20-25 წელს, უკვე გაძლიერებული სუსის შემადგენლობაში და საინტერესო იქნება 20-26 წელს, 20-25 წლის ანგარიშის წაკითხვა. წინა წელს გამოვლენილი საფრთხეთან დაკავშირებით რა ტიპის მოქმედებები და ნაბიჯები გადადგა იმისათვის, რათა გარკვეული იყოს სიცხადე შეეტანა მის მიერვე ანგარიში ჩაწერილ გარკვეულ გარემოებებთან დაკავშირებით. სასურველია, როგორც ამ სფეროს წარმომადგენელი, ყოფილი წარმომადგენელი, სასურველია კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ჟურნალისტებმა, ექსპერტებმა რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია ვიცოდეთ, სად ხდება გადამხდელების მიერ გადახდელი თანხების დახარჯვა პირველ რიგში, ესეც დასავლური პრაქტიკაა. მეორე, რა ტიპის გამოწვევები არსებობს დღეს შავი ზღვის რეგიონში არსებული სირთულეებიდან გამომდინარე საქართველოსთან მიმართებაში. ცალსახად ცნობილია, რომ ეს განსაკუთრებით რუსეთ-უკრაინის ომიდან გამომდინარე დღეს საქართველოში ძალიან ბევრი პრობლემა არის დაგროვილი. და დავინახოთ რა ტიპის შედეგებს გვაჩვენებს უკვე გაძლიერებული სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ახალი ლიდერშიპის ხელმძღვანელობით. აი, საზოგადოების ნაწილი და საექსპერტო წრეების მოსაზრებებიც ვიცით, სუსის ძალიან გაცხადებულ და ფაქტებზე დაყრდნობილ ამოცანას ხედავენ ქვეყნის შიდა პოლიტიკაში ჩარევას და გარკვეული პოლიტიკური მიზნების მიღწევაში მმართველი გუნდისთვის დახმარების გაწევას. ამას დამატებული ის გაძლიერებული რესურსი დაზვერვის შესაძლებლობებიდან გამომდინარე, რა სკანდალებშიც გაეხვა ბოლო თუნდაც 2-3 დღის განმავლობაში სუსი. რეალურად აძლევს პოლიტიკური დაკვეთის შემთხვევაში ამ შესაძლებლობას, რომ ვთქვათ, სუსის ხელმძღვანელი ჩაჯდეს თვითმფრინავში და უცხო ქვეყანაში ჩავიდეს და წამოიყვანოს პირი, რომელიც მაღალი ინტერესით არის დაკავშირებული მოკლედ ოლიგარქთან. სამართლებრივად სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი კონკრეტულ ოპერაციაში მიიღებს თუ არ მიიღებს მონაწილეობას, ეს მისი პირადი გადასაწყვეტია, ასე ვთქვათ. მას შეუძლია ჩაერთოს ოპერაციაში. ამ კონკრეტულ кейსს რაც შეეხება თავდაპირველი ვერსია ნეიტრალურ ტერიტორიაზე ადამიანის გადაადგილებისა და ანონიმური ზარის საფუძველზე მისი დაკავების შესახებ მე მგონი გაქარწყლდა ეს ვერსია. ყოველ შემთხვევაში ამის გამამყარებელი სხვა დამატებითი არგუმენტი ჩვენ ვერცერთი მხრიდან ვერ მოვისმინეთ. უფრო დამაჯერებლად ჟღერს დაკავებული პირის მიერ გაჟღერებული ვერსია, სადაც საუბარია, რომ იგი კონკრეტულ ქალაქში დააკავეს, მოხდა მისი ტრანსპორტირება თბილისში საჰაერო გზით. აქაც არსებობს ასე ვთქვათ ქვედა ორი დინება, პირველი იყო ეს ლეგალური ოპერაცია, თუ ეს იყო არალეგალური ოპერაცია. ჩემი დიდი პატივისცემის მიუხედავად მე არ მჯერა და ვერ ვუშვებ ამ კონკრეტულ შემთხვევაში, რომ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ოფიცრები არალეგალურად შეიჭრნენ არაბთა გაერთიანებული საემიროების ტერიტორიაზე, ერთ-ერთ დაცულ ქვეყანაში, ერთ-ერთ დაცულ ქალაქში, სადაც არსებობს ტექნოლოგიური და პირადი დაცვის რა ვიცი უმაღლესი მაჩვენებლები, შევიდნენ, დააკავეს პიროვნება, გამოვიდნენ, შემდგომში მოახდინეს მისი ტრანსპორტირება დაცულ ობიექტზე, აეროპორტზე საუბრობ, შემდგომში ჩაფრინდა თვითმფრინავი, ჩასვეს ეს კაცი და წამოიყვანეს თბილისში. მე ვფიქრობ, რომ ალბათ უფრო მეორე ვერსია მყარი, ასე ვთქვათ, გაძლიერებული ვერსია, სადაც საუბარი არის, რომ საკითხი პოლიტიკურად შეთანხმდა ადგილსამყოფელ ქვეყანასთან გარკვეული პერიოდის განმავლობაში, ვინ შეათანხმა ეს საკითხი, ნამდვილად არ ვიცი, არსებობს გარკვეული ვერსიები, შემდგომში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ადგილსამყოფელი ქვეყნის შესაბამის უწყებებთან ერთად მოახდინოს პიროვნების დაკავება, ან შეიძლება ადგილსამყოფელმა ქვეყანამ დააკავა და გადმოსცა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს და მათ უბრალოდ მოახდინეს ამ პირის ტრანსპორტირება. მაგრამ მაინც შოკის მომგვრელი იყო გუშინ ბაჩიაშვილის მოსმენა, რომ იმავე თვითმფრინავში იჯდა ანდრეი ოხანაშვილი. ამას თავისი დასაშვები შეიძლება იყოს ეს შეიძლება იყოს, თავისი ახსნა აქვს, ერთი საკითხი იყო იმდენად მნიშვნელოვანი და იმდენად სერიოზული, რომ პირველი პირის ჩართულობა, სამსახურის პირველი პირის ჩართულობა
მან მიიჩნია, რომ ჩართულობა იქნებოდა ძალიან მნიშვნელოვანი. მისთვის პირადად ან შეიძლება ასეთი მითითება არსებობდა, რომ ის აუცილებლად უნდა ყოფილიყო ამ პროცესში. და საერთოდ სუსის საქმე არის ამ ტიპის დანაშაული, აი ბიძინა ივანიშვილის ბიტკოინებთან დაკავშირებული საქმე, თუნდაც რა ვიცი, სისხლის სამართლებრივი დანაშაული, რამდენად არის სუსის დაქვემდებარებაში, სუსის გამოსაძიებელი. შეიძლება შესრულება იყოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, მაგრამ მაღალი დონის ბოროტმოქმედი მახსოვს მე ანრი ოხანაშვილის სიტყვები ბაჩიაშვილზე, ანუ სუს ექვემდებარება საერთოდ ასეთი ტიპის ზოგადად თუ არსებობს პოლიტიკური ნება და პოლიტიკური დავალება, სპეცსამსახურები არსებობენ იმისათვის, რომ შეასრულონ ისეთი ტიპის ამოცანები, რომლებიც უნდა შესრულდეს. ანუ პოლიტიკურ დაკვეთამდე მივდივართ. დაკვეთა უნდა შეასრულოს. რატო იყო ოხანაშვილი ბორტზე ვერ გეტყვით? შემიძლია თქვა, რომ ოხანაშვილი იმ საზოგადოებისთვის, იმ სოციუმისთვის, სადაც დღეს იგი წარმოადგენს პირველ პირს, გარკვეულწილად უცხოა, შესაბამისად ეს იგი პირადი ავტორიტეტის თვითონ შინით ორგანიზაციაში გამყარებისა და დამკვიდრებისათვის, ასევე პოლიტიკურ გუნდისთვის გარკვეული ტიპის პოლიტიკურ გუნდში გარკვეული ტიპის ავტორიტეტის გაძლიერებისთვის, ან ახალი ფაზების შექმნისთვის ტაქტიკურად სწორი ნაბიჯი იქნებოდა, ვინაიდან ასეთ ტიპის ოპერაციებში მონაწილეობა ზოგადად დამკვიდრებული პრაქტიკა არსებობს გვახსოვს ჩვენს წარსულშიც, როდესაც სამსახურის პირველი პირები იღებდნენ მონაწილეობას მაღალი მნიშვნელობის მქონე ოპერაციებში, უშუალოდ იყვნენ ოპერაციებში ჩართულები და ოპერაციების ეპიცენტრში, ასე ვთქვათ, ეს არ არის შეზღუდული პრაქტიკა, თუ პირველი პირი ჩათვლის, რომ მისი მონაწილეობა უფრო ეფექტიანს გახდის ოპერაციას, ასევე უფრო ეფექტიანი ფორმებთან დაკავშირებითაც ჩდება, რაზეც უკვე გიორგი ბაჩიაშვილი საუბრობს გატაცების ფორმებს გულისხმობ და კიდევ ერთი საკითხი, რაც საზოგადოების ყურადღება მიიპყრო, ეს თიკა ბოკუჩავას ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის ქმართან დაკავშირებული ის ფორმა, რაზეც საუბრობენ, როგორც მოხდა შანტაჟი და შინება მუქარა, აქაც გატაცებასთან გვაქვს საქმე და ივარაუდა ოჯახმა, რომ ის კოტე იოსელიანი დაიყვანეს ეგრეთ წოდებული მოდულის შენობაში. აი ეს რა პრაქტიკაა და თუ თქვათ შეიძლება რომ ასეთი რამ მომხდარიყო. ძალიან მძიმე შემთხვევა, საზარელი შემთხვევა, დაახლოებით 36 საათია გასული მოვლენიდან. ვფიქრობ, რომ ინტერესის შემთხვევაში შესაბამის უწყებებს ჰქონდათ იმის შესაძლებლობა, რომ უფრო მეტი სიცხადე შეეტანათ ამ ვითარებაში, ამ საკითხში. და ისინი ვალდებულნი იყვნენ ეს ნაბიჯები გადაერგათ, ვინაიდან საზოგადოებას საჭიროებს ინფორმაციას და საზოგადოებაში უნდა გაჩნდეს განცდა, რომ იგი არის დაცული. სწორედ რომ გამოკითხვის შედეგებს გვაჩვენებს, ვინაიდან საზოგადოებას არ აქვს ინფორმაცია თუ მისი სამართალდაცვი ორგანოები რა ტიპის მექანიზმებს ახორციელებს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური რა მექანიზმებს და რა ნაბიჯებს დგავს მათი უსაფრთხოებისათვის, შესაბამისად გვაქვს შედეგიც. აქედან გამომდინარე, ამ კონკრეტულ შემთხვევაში სრულიად საკმარისი დრო გავიდა იმისათვის, რომ ტექნიკური თუ სხვა ტიპის მოქმედებებით საზოგადოებას ყოველ შემთხვევაში საგამოძიებო ორგანოებს ჰქონდეთ უფრო მეტი ინფორმაცია, რას ხან ჰქონდა საქმე, იყო თუ არა საერთოდ ასეთი ფაქტი, ან ერთი მხარე დადასტურდება, ან მეორე ვერსია და შესაბამისად ძალიან ცუდი მოვლენაა ის, რომ დღეს ჩვენ ვფიქრობთ, რომ საზოგადოებაში ჩვენს დედაქალაქში არსებობს რაღაცა ჯგუფი, ან შეიძლება რამდენიმე ჯგუფი, რომელსაც შეუძლიათ უბრალოდ მივიდნენ ადამიანი დააკავონ, გადაიყვანონ რაღაც კონკრეტულ ადგილზე, განახორციელონ რაღაცა ტიპის მოქმედებები და შემდგომში იგი გაქარწყლების ტვირთი აშკარად და ამოცანა ახლა არის საგამოძიებო ორგანოებზე. გავიდა იმდენი დრო, რომ მათ შეეძლოთ გარკვეული ტიპის სიცხადე შეეტანათ. აქ ტექნიკური თვალსაზრისით ძალიან მარტივია ეს საკითხი და გვახსოვს ჩვენ, როდესაც არსებობდა მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი, რიგი საკითხები ძალიან მოკლე დროში უფრო გაცხადდა და ასე ვთქვათ, საზოგადოების ინფორმირება. ისევ პოლიტიკურ ნებამდე მივდივართ, სწორედ პოლიტიკური ნების გამო მოხდა ალბათ ის შერწყმა, რომელიც უშუალოდ თქვენი კომპეტენციის სფეროზე აისახა დაზვერვის სამსახურის შერწყმა სუსში. აი რა შეიძლება იყოს მიზანი აქ? ერთი ეს კითხვა მაქვს და თქვენ როგორ ფიქრობთ, აი რამენაირად თუ შეიძლება ეს უკავშირდებოდეს მათ შორის საარჩევნო მიზნებსაც, დიასპორასთან ურთიერთობა იქნება ეს თუ ემიგრაცია, სადაც ძალიან სერიოზული პრობლემებია ქართულ ოცნებას, ამ მიმართულებით თუ შეიძლება გამოიყენო. თუ დაუშვით იმ ვერსიას, რომ დაზვერვის სამსახურის მიერთების შემთხვევაში დაზვერვის სამსახურში გაჩნდება პოლიტიკური მდგენელი და მე პირადად ამ ვერსიას ვუშვებ,
მაშინ დაზვერვის სამსახურის საგარეო რესურსები, საბაგაოდ არსებული გარკვეული ტიპის რესურსები, დეტალებში ვერ წავალ, შესაძლოა გამოყენებული იქნეს გარკვეული მათ შორის პოლიტიკური მიზნით. ზოგადად ეს პროცესი, ეს რეფორმა, მე ვფიქრობ, რომ პირიქით ასუსტებს დაზვერვის სამსახურს, კლავს მის პოტენციალს დასავლეთ პარტნიორებთან თანამშრომლობის ნაწილში, მოგეხსენებათ უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის ერთ-ერთი საკმანძო ხაზი გადიოდა სწორედ რომ დაზვერვის სამსახურზე და ამ ასე ვთქვათ მიმართულებით ჩვენ ვიღებდით ძალიან საინტერესო ინფორმაციას შავზღვის რეგიონში არსებულ მთელი გამოწვევებზე, ეს იყო ჩვენი დასავლელი პარტნიორების ხედვა, მოსაზრება, ანალიზი, მათ შორის იყო სენსიტიური რიგი საკითხები, ეს აუცილებლად შემცირდება, ამას ჩვენ ვიგრძნობთ უახლოეს თვეებში. აი მოქალაქეები როგორ იგრძნობენ? მოქალაქეები იგრძნობენ სწორედ იმ ნაწილში, რომ შემცირდება ზოგადად უსაფრთხოების გარემოსთან დაკავშირებით დასავლური ანალიზის, დასავლური შეფასებების ნაკლებობა პირველ ეტაპზე, ჩვენი თანამშრომლების გადამზადების ნაწილში, ასე ვთქვათ, გამოაკლდება დასავლური სეგმენტი, ჩვენ თანამშრომლებს შეეზღუდებათ მაქსიმალურად შესაძლებლობა ისინი თანამედროვე რეალურ სამყაროში არსებულ ცივილურ ცოდნას დაეუფლონ. Paralelურად შემცირდება გარკვეულ ტიპის პლატფორმებზე ჩვენი ჩართულობა, არაღიარების პოლიტიკის ნაწილში მივიღებთ საკმაოდ სერიოზულ დარტყმებს და ასე შემდეგ. იმიტომ რომ ერთ-ერთი მიმართულება იყო ის, რასაც დაზვერვის სამსახურის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულება იყო საგარეო საქმეთა სამინისტროსთან ერთად არაღიარების პოლიტიკაში ხარდებს მიიღმა აქტიური თანამშრომლობა ჩვენს დასავლეთ პარტნიორებთან. ძალიან საინტერესოა, რაც არჩევნებთან და შესაძლო ამ რესურსის გამოყენებასთან დაკავშირებით თქვენ ახლა გამიზიარეთ მოსაზრება. ერთიც მინდა გკითხოთ თქვენი გამოცდილებიდან გამომდინარე. აი ახლა რას ასხივებს სუსი სახელმწიფო უსაფრთხოება, რა ინტერესი აქვთ მათ კალენდარულ არჩევნებთან დაკავშირებით, თვითმმართველობის არჩევნებთან. ემზადებიან იმ სურვილით, რომ ოპოზიცია მასში მონაწილეობდეს, ანუ საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის, რომ სუსი არის ჩართული რეალურად ამ ძალიან მნიშვნელოვან პოლიტიკურ მიზანში, რასაც ქვია ძალაუფლების შენარჩუნება, ხო, ქართული ოცნებისთვის და იკვეთება თუ არა, რამე ინდიკატორი თუ არსებობს, რა სუსის ქმედებებიდან გამომდინარე, რა შეიძლება იყოს ქართული ოცნების ინტერესში. ეს არჩევნები როგორ ჩატარდეს? ზოგადად დაშვებული მიღებული პრაქტიკა ამ შემთხვევაში განსაკუთრებით ბოლო პერიოდში, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური სამწუხაროდ შიდა პოლიტიკურ საარჩევნო კამპანიაში იღებს მონაწილეობას სამწუხაროდ ძალიან. ეხლა კონკრეტულ ამ შემთხვევაში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს დაგეგმილ არჩევნებთან დაკავშირებით როგორი ტიპის ოპოზიციის როგორი ტიპის ჩართულობა აწყობს მაგას ვერ გეტყვით, გამიჭირდება ამასთან დაკავშირებით რაიმე კომენტარის გაკეთება. ალბათ ვფიქრობ, რომ ალბათ ერთპარტიული არჩევნებისთვის სხვა დავალება ექნება სუსს და მრავალპარტიულისთვის სხვა, ეს ვარაუდია. ბოლოვა და მე მგონი 4 აგვისტოა როგორც ხდება და მანამდე ალბათ სახელმწიფო უსაფრთხოების გამოიკვეთება რიგი საკითხები და შიგნით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში სხვადასხვა დანიშნის კომპონენტი იქნება ძალიან საინტერესო, რა ტიპის საკადრო გადანაცვლებები მოხდება, ვინაიდან ვიცით, რომ არსებობს ამოცანა, მაგრამ ამ ამოცანას სჭირდება ხალხი, ვინც ამ ამოცანას განხორციელებაში იქნება აქტიურად ჩართული. მაგ მიმართულებით უნდა მივაქციოთ ყურადღება, როგორი ტიპის დანიშნები იქნება და ალბათ დროთა განმავლობაში, როგორც კი მოახლოვდება რეალური, ასე ვთქვათ, ცოცხალი საარჩევნო პროცესი, იქ გამოიკვეთება სუსის ჩართულობა. ასაშუალო ფარგლებში ალბათ შეგვიძლია ვთქვათ, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური გარკვეულწილად იღებდა მონაწილეობას, ასე ვთქვათ, საარჩევნო კამპანიებში და საარჩევნო პროცესში. და ეხლაც სამზადისია. ალბათ მიიღებს, დიახ. რა თქმა უნდა, რატომაც არა. არ მინდა გამომრჩეს და მაინც გკითხავთ ამერიკაში გააგზავნა ელჩი ქართულმა ოცნებამ კონკრეტულად ამერიკასთან დაკავშირებით ჩვენი ორი ქვეყანა ძალიან სპეციფიკურ ფაზაშია ურთიერთობის, რთულია ეს ფაზა. ამ მიმართულებით თქვათ თქვენი კონკრეტული სპეციალიზაციით რა დაინახეთ, რა სირთულეები თქვენ სფეროში, როდესაც Deep State-ს უძახის სტრატეგიულ პარტნიორს უკვე ყოფილს ეგრეთ წოდებული ხელისუფლება რა ფუჭდება აი თქვენი სპეციალობით იმ საქმეში, რასაც ქვეყნის დაზვერვა უსაფრთხოება ქვია. სტრატეგიულ პარტნიორებთან, ამერიკელებთან კერძოდ ჩვენი თანამშრომლობა დღეს ვფიქრობ, რომ არის უმძიმეს მდგომარეობაში და რაც შეეხება თავდაცვის უსაფრთხოებისა და დაზვერვის სფეროში არსებულ მდგომარეობას, ვფიქრობ, რომ ჩვენი მხრიდან უნდა გადაიდგას გარკვეული ტიპის ნაბიჯები იმისათვის, რათა ეს ურთიერთობა გადავიყვანოთ ახალ უკეთეს ეტაპზე.
ასეთი ტიპის პარტნიორის დაკარგვა ჩვენთვის იქნება კატასტროფა, კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს გამოიწვევს მთელ რიგ სირთულეებს, რა ტიპის სარგებელი ჰქონდა ამ ურთიერთობებიდან ჩვენ, ჰქონდა ჩვენი ინსტიტუტების გაძლიერების, მოკლე დროში გაძლიერების პოტენციალი, ჩვენი ახალი თაობის, თუნდაც ძველი თაობის მოქმედი თანამშრომლების გადამზადების შესაძლებლობა, ეს იყო წვდომა სხვადასხვა ტიპის სენსიტიური ინფორმაციასთან, ეს იყო წვდომა საგარეო პოლიტიკურ საკითხებში ჩვენი ამოცანების გადაწყვეტასთან დაკავშირებით და მათ შორის ამერიკელი პარტნიორის მეშვეობით სხვა პარტნიორების მოძიებისა და მათთან კოოპერაციის, მათთან თანამშრომლობის და არაღიარების პოლიტიკაშიც რაც თქვენ უკვე ახსენეთ, მნიშვნელოვანესი იყო და არის ამერიკის როლიც, რომელიც მუდმივად ჩვენს ქვეყნის სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას ხარს უჭერს. ძალიან დიდი მადლობა, ძალიან საინტერესო იყო თქვენთან საუბარი.